უკაცრავად მძინავს. რა არის შემდეგი მიზანი, როგორ ხედავ? ბავშვობის პირველი მეორე კლასი დიდად არ მახსოვს რა ესე რაღაც დამაგდოს რა. შენი ეს ფსიქოთერაპიული მოგზაურობა, მოდი მე ესე დავარქმევ. სანთელია, შენზეა გაკეთებული ოღონდ. რაღაც გაგახსენდა კონკრეტული. ხა აღარაფერზე არ ვარ დამოკიდებული. და ზუსტად ერთ კვირაში მორჩა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ YouTube-ი დავიწყე. როგორ განიცდებოდა ეგ იქ მაშინ? როცა გინდა გარეთ და გეუბნებიან რომ არა. პოზიტიური არის ის, რომ ახალი აუდიტორია შეიძლება შევიძინო, ისეთი რომელსაც მართლა აინტერესებს ეს რაღაცა. ჩემი საუკეთესო წლები, ესე ვთქვათ, უნივერსიტეტის პერიოდი იქ გავატარე და ამიტომაც გამარჯობა, მოგესალმებით. მე ნინო კერესალიძე ვარ და ჩემთან სესიაზე არის გიგი ქათამაძე. გამარჯობა და მივესალმები მაყურებელს. და პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, იმიტომ რომ როგორც ვიცი მეორე სტუმარი ვარ. მეორე სტუმარი ხარ კი. და დიდი პატივია. ძალიან დიდი მადლობა პირიქით რომ დამთანხმდი და ძალიან მინდოდა შენთან შეხვედრა, იმიტომ რომ ბევრი თემა, რომელსაც პრინციპში ფსიქოთერაპიის ჭრილში შეგვიძლია ვისაუბროთ და ცოტა სესიასაც შევეხოთ. იქ საინტერესოა უკვე. პირდაპირ კითხავ, როგორია ეს ჩელენჯები შენთვის, ეს ძალიან ექსტრემალური ჩელენჯები, მოდი ესე ვიტყვი და რა არის რას გაკეთებინებს ამას? პირველი კითხვაზე გავცემ პასუხს, ანუ მიყვარს მომწონს ანუ ეგ რასაც ვაკეთებ ექსტრემალურ, ანუ ჩემთ საკუთარ თავს ვცდი, სადამ რა შემილია, რისი გაკეთება შემილია, გონება მაკონტროლებს თუ მე ვაკონტროლებ ჩემ გონებას და აი სხვადასხვა რაღაცებში ვცდი თავს და უფრო მუღამი მაქვს, რომ მეტი გამოვცადო საკუთარ თავზე. თუმცა ამაზე როგორ ხედავ? გონება გცდის თუ შენ ცდი შენ გონებას? მე ვცდი ჩემ გონებას და მე მგონი უკვე აი ეს 6 თვე ჩაიაროს. აი ეს 6 თვე ჩაივლის ვიტყვი რომ ვაკონტროლებ. უთხრათ რა მაყურებელსაც ამ 6 თვის შესახებ და 75 hard, ხო? 75 hard და კიდე ხო, ანუ პირველ რიგში 75 hard არის ერთგვარი ჩელენჯი, ეს წიგშიც არის და წიგნიდან მოდის ეს სახელებური არ მახსოვს. ფსიქოთერაპიული პროცესი არ ისე? ხო, ანუ ვერდიდა რო ვთქვათ. როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკურია, დღეში ორჯერ უნდა იგორჯიშო გარეთ, ანუ ერთხელ გარეთ, ერთხელ შიგნით, 45 წუთიანი, junk food, ანუ junk food-ი არ შეიძლება, 4 ლიტრა წყალი უნდა დალიო და 10 გვერდი უნდა წაიკითხო. ამას მე დავუმატე, უნდა ვიმედიტირო 10 წუთი მინიმუმ, დღიური უნდა ვაწარმოო ყოველ დღე და შაქარი არ უნდა მივიხო. ოკეი. და პლუს ხო, ეხა ერთი თვე ვაკეთებ კიდე ყინულიანი აბაზანა ყოველ დღე, ლურსნების თერაპია და ბოლოს ცეცხლზე უნდა გავიარო ფეხებით. ოკეი, რა გაკეთებინებს ამ ყველაფერს? რა არის მამოძრავებელი ძალა? ნახე, ძირითადად რასაც ვაკეთებ, ყველაფერი არის საკუთარი თავის დატესტვა, მაგრამ მაგალითად ყინულიანი აბაზანა ვიცით რომ ჯანმრთელო, ანუ სასარგებლოა, ყველას თავისი ხედვა აქვს. მე რაღაცები წავს რომ ანუ მე რაღაცები წავს რომ ანუ ეს სასარგებლოა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკურად რა ყველა, ანუ მაგალითად ყინულიანი აბაზანა სასარგებლოა. თვლი რომ სასარგებლოა ლურსნებიანი დაფა, ნერვული სისტემისთვის და ასე შემდეგ. და სხვა რაღაცები დისციპლინა რაც არის რა, წყალბურთელი ვიყავი და აქედან გამომდინარე მიყვარს ეს დისციპლინა და რუტინაც რაღაც ხრივ და ამიტომაც ყველაფერი ბოლომდე გავაწურინე და ეს აირონმენისთვის მომზადები, რაც არის ესე ვთქვათ ცურვა, ველოსიპედი და სირბილი ყველაზე დიდი მარათონების, ხო. ოკეი, ძალიან საინტერესოა ეგ უბრალოდ მე რო უყურებდი გვერდიდან გამიჩნდა ეგეთი უცნაური განცდა. რომ თითქოს ეს ყველაფერი რაღაცა ჩელენჯიც არის საკუთარ თავთან და მეორეს მხრივ აქვს ძალიან ისეთი გვერდითი თერაპიული პროცესიც, რომ ვიღაცას მინდა მოვუგო, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა მინდა დავამარცხო. ხო. რა არის ის, რასაც ებრძოლები ერკინებს შენ შიგნით? ან ვინ არის, მოდი ესე კითხო. საკუთარი თავის გამოცდა იმ ხრივ, რომ ახლა მე ამას ვაკეთებდი
მაგალითად ბევრ challenge ვაკეთებდი ისედაც სანამ ინფლუენსერი გავხდებოდი და რაღაც ეს დავიწყებდი კონტენტ კრეატორობას 72 საათი მიშიმშილია ეს პროცესი ახლა რასაც ვაკეთებ ცოტა მსუბუქი ფორმით გაკეთებული მაქვს 6 თვე მანამ სამსახურიდან წამოვიდოდი და დავიწყებდი მოგზაურობას შესაბამისად რაც პატარ-პატარ რაღაცები მაქვს დატესტილი როგორც არის ფასტინგი როგორც არის უშაქრობა როგორც არის ყინული ანუ ყველაფერი მაქვს დატესტილი 2 წლის წინ თუმცა ეხლა ავიყვანე ცოტა სხვა ლეველზე, იმიტომ რომ იმ რაღაცა მაგრამ იმუშაო და აშკარად აქამდე მოვიყვანა. რა შეცვალა იმან შენ ცხოვრებაში? გონებრივად, ანუ ბევრად შევიცვალე და ბევრად სხვანაირად ვუყურებ რაღაცებს და საკუთარი თავის ბევრად მწამს. ანუ ჯერა რომ აი რაც არ უნდა მოხდეს, აი სულ რომ დღეს არაფერ ნულზე დავარდე კი და მინუსებში გავიდე. ამოცა საყრდენი მოგცა შენი თავის შეიძლება ეგეც ვთქვათ? Confidence, okay. თერაპიულად საყრდენი გამოდის რომ ჯერამე ჩემი თავის სადაც ვარ. ერთ-ერთ გადაცემაში უსმინე შენს ინტერვიუს და იყო იქ რაღაც მომენტი, სადაც ამბობდი რომ თავისუფლებაა არისო ისო, რაც ძალიან მნიშვნელოვანიაო. და ესე თქვი რომ ფობია მაქვს რომ თავისუფლებას დავკარგავ. ცოტა მეტი შეგიძლია მითხრა მაგაზე, რა ტიპის ფობიაა? აი რა, მაგრამ მაგის ისე რომ ვფიქრობ ხოლმე ეს შეიძლება იყოს ურთიერთობიდან გამომდინარე, არასწორ ურთიერთობაში თუ შაები ადამიანი შეიძლება ამან გამოიწვიოს თავისუფლების დაკარგვა რაღაც მხრივ, რაც შეიძლება შევერ გაანალიზო. ან თუნდაც მიეჯაჭვო რაღაც პროფესიას იმდენად რომ გეგონოს რომ აი ეს არის ყველაფერი, მაგრამ ის თავისუფლება დაკარგული ქონდეს რა. და ამ შემთხვევაში ეგრე რომ მოხდა, აი უკვე ხვდებოდი რომ მოგზაურობა მართმევდა იმ თავისუფლებას, იმიტომ რომ ხალხი ელოდა ჩემგან მოგზაურობას, ანუ გიგი მოგზაურობს და აი ეს მოგზაური როჟა და ხალხმა ეგრე გაიცნო გიგი, მაგრამ გიგი მოგზაური როჟა არ იყო. ანუ იყო მოგზაური უბრალოდ აინტერესებდა. ერთ-ერთი როლი იყო. ვინ არის გიგი მაგროლის გარეშე? აი ესეთი, ეხლა რასაც ვაკეთებ. ეხლა რასაც ვაკეთებ ანუ მოგზაურობისასაც მაგ დროსაც ძალიან მიყვარდა და მომწონდა. მაგრამ რაღაც პერიოდში უკვე ბოლო რამოდენი მოგზაურობა იმდენად აღარ იყო რა, რომ აი ძალიან მიხარია და excitement-ი აღარ მქონდა ხო? ბოლო კი არა, excitement-ი საერთოდ აღარ მქონდა. რაღაცა რუტინად გადაიქცა? კი. და ამიტომაც აი მეთქი არა, რაღაც უნდა შევცვალო და ეხლა ძალიან გავრისკეს, ხოთა შორის ეგეთი ნიშა რო გიჭიროს სამოგზაურო და ყველა გიყურებს, იმიტომ რომ მოგზაური ხარ და უცებ ირჩევ ექსტრემალური რაღაცებს. კუბოი ხაი რა თქმა უნდა რომ ნახვები ექნებოდა, ეგ ვიცოდით, მაგრამ ეგ არ იყო, ეგ ცოტა სხვა ჩელენჯი იყო. ეგ Mr Beast-ის რეკორდის ამბავი რაღაცა მინდა ვაჯობო მას თუ რა თემაშიც. ნუ ეგ იყო მარკეტინგული შეფუთვა, ამიტომაც არ ვუყურებ როგორც რაიმე პერსონაჟი. მაგრამ მოდი გკითხავ, როგორი იყო კუბოში? კუბოში ადამიანი კუბოში ზის წევს. საშინელება. გვერდიდან საშინელება იყო გულწრფელად. არა, შიგნიდან საშინელება იყო, მაგრამ ალბათ წინა დღეები და მაგის მერე დღეები უფრო საშინელება იყო. მომსამზადებელი პერიოდი. ცოტა მეც კითხავ მაგაზე, როგორი გზნობოდა, სხეულებრივად როგორ გზნობდი თავს? რაღაც დროის ფუჭად, არა. რაღაც დროს ტყუილად ხარჯავდი, ფიქრობდი, მაგრამ თან ვიცოდი რომ არ ხარჯავდი, იმიტომ რომ ეს რაღაცას ემსახურებოდა და ამიტომაც ხო რაღაცი გაკეთება მინდოდა რა და ფიქრობდი რომ აი მაგაზე კითხავ რა, მთავარი რისკი შენთვის რა იყო? აი კუბოში ყოფნისას. მთავარი რისკი რომელიც გაწია ეს იყო ფსიქოლოგიური, ფიზიკური, თუ ეს იყო უბრალოდ მოდი ასე ვიტყვი, დაუმტკიცო რაღაცა ჩემ თავს. თუნდაც მარკეტინგულად შეფუთული რაღაც კარგი ამბავი. შიში რა იყო მაგ დროს? ხო, რისკები რა იყო, რასაც შენ ხედავდი, რომ შეიძლება რაღაც არ გამოვიდეს, იმიტომ რომ ეს რისკია. ნუ ეს უკვე მეორეჯერ ჩასვლა ხანა იყო, ბევრი რისკი იყო. ეხლა მე რასაც ვფიქრობდი რისკად, ეს მე რაღაცა რომ დავაანონსე, მაგალითად პოლიცია იყო ჩართო, ან ბევრი რაღაცა მოხდა ისეთი, რაც კადრებში, კამერებში არ გამოჩნდა. იყო ვიღაცები მოდიოდნენ, ვიღაცა ერთხელ სუსუპირულად რომ ჩავედით, ამოთხრა მოგთხოვეს რომ ამბობთ, ან ბევრი რაღაც ეგეთი იყო და აი მაგაზე ის რომ ეს ჩელენჯი დამასრულებინე რა, იმიტომ რომ აი რაღაც მესამე დღეს ვიღაც რომ მოვიდეს, აი ამას ვეღარ ვიზავ, ამ ხელა ფინანსური გონები და ფინანსური ერთია გუნდი, პროექტი და მე საკ პირადი ის შენ შიგნით რა ხდებოდა?
აი ხაყვები რომ რაღაცნაირად ემოციური ნაწილი მესმის რომ იყო რომ დავასრულო ეს პროექტი და გავიდეს ფინალში. მაგრამ შიგნით, გიგის შიგნით რა ემოციები ამ დროს? ძალიან მომზადებული ვიყავ ფსიქოლოგიურად. მანამ ჩავიდოდი მანამ. აი რა იყო რა სცელდებოდი? მომზადებული ვიყავი რომ რაღაცაში იმეცადინეს ეგ. მომზადებული ვიყავი ფსიქოლოგიურად და არაფერი არ მოხდებოდა და არაფერი საინტერესო არ იქნებოდა მომდენო 8 დღე. არაფერი. და იმდენად ვიცოდი რომ აი რა ხო რო ჩავედი უკვე იგივე განწყობა მქონდა თითქოს 8 დღე. ხო, იმიტომ რომ გარემოდან ესე ჩანდა გარემოში ყოველ შემთხვევაში რომ თითქოს არაფერი ისეთი არის რაღაც შიგნით, მაგრამ თან რაღაცა ინარჩუნებდი მხიარულებას. ნუ ახლა როგორ იყო ძირითადი მომენტები მინდოდა მარტო ყოფნა. ანუ მეგობრებს, ახლა მეგობრებს თუ არ ჩავთვლით, ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა. რაც შემოწუხებელი იყო იმ ხრივ, რომ მე ცილის გრაფიკა ძალიან ამერია, მესამე დღის მერე. ხალხი მოდიოდა ზემოდან და ანუ ბავშვები მოდიოდნენ ისინი და ანუ მე მეძინა ხოლმე და ანუ ჩემი გუნდი რო იყო და ზოგი ვერ აკონტროლებდა ანუ ხან ის შესულები იყვნენ და აი იმდენად გამაღიზიანებელი იყო ეს რომ აი დამაძინეს ძინა კი 2 საათია შუადღე შეიძლება მაგრამ მე მძინავს და მე მინდა ჩემი საკვანო ოთახში ვარ რა და ვიღაცა ესე რომ შემოგიღებს კარს უცხო გამარჯობა ანუ გამარჯობა ოთახშიც არ ვარ იდეაში ანუ არ გახედო მაგრამ აი ხო გინდა რომ არ გახედო აი მანამ არ გახედავდი რომ აი ხო კაცრავად მძინავს Okay. კითხავ რა შენი ოჯახის წევრები როგორ უყურებდნენ აი ამ კუბოში ჩასვლის მომენტს, იმიტომ რომ რაღაც საქართველოშიც ცოტა ისეთი მომენტია, ალბათ სოფლიოში, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით ეს კუბო ასოცირებულია ძალიან მძიმე გამოცდილებასთან ბუნებრივია და ოჯახი როგორ შეხვდა? ნუ ხო, ანუ არ იყო ეხლა ოჯახიდან რა თქმა უნდა, არც უნდათ, არც წინა აღრიგობა იყო რომ აი კაი რა ანუ ჩემზე არ ნერვიულობ, ჩემზე არ ფიქრობ, ჩემზე არ იმოშვები, მაგრამ ბევრ რაღაცაზე ყოველ სულ მეუნებოდი ეგრე და უფრო უარეს ვაკეთებდი ანუ იმ ხრივ რომ ეხო ჩემი ცხოვრება ახ მე თუ იქ რაღაც ქვეყანაში არ მივდივარ, შენს გამო არ მივდივარ, რომ შენზე ვიზრუნო და ჩემ იმას რატო რაღაც უარი უთხრა ჩემს სურვილებს? ჩემს სურვილს რატო უნდა უთხრა უარი, რახან ერთხელ ცხოვრობ და რავი იგივე ხო არ ინტერესოა ეგ ძალიან. მაგაზე კითხავ რა, შენი სურვილები, მიზნები და ოცნებები. მე მესმის რომ ხანდახან ოცნებები ცოტა ისეთი ხმა მაღალი ალბათ მიზნებია უფრო მეტად. რა არის შემდეგი მიზანი, როგორ ხედავ? თავარი მიზანი, თუ გინდა ესე ვთქვათ. რა მხრივ? შენი ცხოვრების თავარი მიზანი. აი დღევანდელი დღეიდან, დღევანდელი გადასახედიდან. ვაკეთო ის, რაც მინდა, როცა მინდა, როგორც მინდა. Okay, აკეთებ მაგას? ცხოვრების ამ ეტაპზე. კი. ბოლო 2 წელია ვაკეთე. შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ ეგ არის თავისუფლების დაკარგვის შეζრო საუბრობდი, რომ ამ მიზნის დაკარგვა? ვაკეთო რაც მინდა, როცა მინდა, როგორც მინდა. Okay. ქონი ეგეთი ეტაპი, სადაც ყოფილხარ რეალურად ესაც შეზღუდვაში, რომ ვერ აკეთებ რაც გინდა, როგორც გინდა, როცა გინდა. არა, რა თქმა უნდა, ყოფილა ეგეთი ბევრი შემთხვევა, რომ ანუ რაც მინდა, მაგრამ მე ვამბობ რაც მინდა, როცა მინდა, როგორც მინდა, ძირითად რაღაცეებს, ძირითად ცხოვრებისეულ ამბებს და არა პატარა, ანუ რაღაცა ის მინდა და რაღაც იქ მინდა წასვლა და არა, ანუ ეგეთი რაღაცები არა რა. basics-ზე საუბრობ ესე. ხო რა, ანუ აი მაგალითად სულ მინდოდა რომ მქონოდა შესაძლებლობა რომ თუ ჩემი მეგობრის ნახვა მინდა იტალიაში ხვალ ავდგე და გავუფრინდე ნახო. და აი მაგას რო ვაკეთებ იმდენად მიხარია ხოლმე რაღაც ვიღაც მეგობარს რომ ნახულობ რომ აი ვა აქ ხარ აქ რა ერთ ქვეყანაში და იმან რავი მეთქი აი 5 საათში ჩამოვალ ხარ მან ამიტომაც ეგ სულ მინდოდა რომ მაგ ხრივაც თავისუფალი ყოფილიყავი ფინანსურათაც და ყველაფრით აუ კითხავ პატარაობაზე შეგეკითხები და მოდი ესე შევხედოთ პატარა გიგის რა ოცნებები და სურვილები ქონდა 6 წლის თუ გინდა 5 წლის აი ხო არა ბავშვობიდან მინდოდა კარიერისტი როგორც 6 წელი ყველა არ გამახსენდებოდა და 6 წლის გიგი როგორი იყო არც მახსოვს ნორმალურად სიმართლე გითხრა როგორ ხდება რა არ გახსოვს აი ბავშვობის აი პირველი მეორე კლასი დიდად არ მახსოვს რა ესე რა აი რაღაც მონაკვეთები მახსოვს მაგრამ ბავშვი ვიყავი აი იყო შემიძლია კითხო რა ხდებოდა მაგ დროს შენ ცხოვრებაში პირველი მეორე კლასი დაწყებით ბევრი სპორტით ვიყავი დაკავებული ცეკვით ვიყავი დაკავებული ბევრი რაღაც ხდებოდა რა სკოლა და მე აქტივობები სხვადასხვა ცეკვა შენი არჩევანით აი სპორტი ცეკვა ყველაფერი შენი არჩევანი იყო არა იმიტომ რომ დიდად
როგორც მახსოვს არ მაინტერესებდა რაზე ვივლიდი უბრალოდ ანუ რავი აი ფეხბურთზეც რომ არ მქონდა პრობლემა იმ რაღაცა არ ვიყავ ეგეთი ბავშვი რომ აი ეს მინდა მაინდა მე. პრობლემა არ მქონდა რომ იძახე ხა და დავდიოდიო. მე გამიჩნდა ეგეთი განცდა რომ როდის აპროტესტებდი რამეს თუ აპროტესტებდი. სადღაც რო არ მიშვებდნენ. კი, ოჯახში. წასვლა ძალიან ხშირად იყო ძალიან ბევრი რაღაცა რომ აი არ მიშვებდნენ რაღაც 14-15 წლის ასაკში მეგობრებთან ერთად რავი სვანეთში. ანუ სადაც შეიძლება იქაც ანუ რაღაც ეგეთები იყო რომ აი რაც ძალიან მახსოვს რომ აი რა ან მაგალითად საღამოს მეგობართან ერთად სადმე 15 და 16 წლის როცა უკვე 17 წლის ვიცოდით რომ ტოვებდი ქვეყანას და მეთქი აი ერთ წელიწადში რომ ტოვებ ეხლა რო არ მიშვებ გარეთ გასვლა 17 წელს ხო წავა როგორ განიცდებოდა ეგ იქნა მაშინ როცა გინდა გარეთ და გეუბნებიან რომ არა ხო საშინა ეხლა მიხსენებ როცა ხა ბევრი სიცილით და ღიმილით იხსენებ ხო არა იმიტომ რომ აი მახსოვს რომ ბოლომდე ვაჭერდი რომ მეთქი მე მინდა წავიდე ოკეი ბევრ ხო რა ეხლა როცა დადიხარ ასე უბნები პატარა გიგის 6 წლის გიგის არის მისი ახდენილი ოცნება რომ როცა უნდა წავიდეს მაგა არც იყო ეს ოცნება რა სადაც უნდა წავიდეს როცა უნდა წავიდეს რომელ საათზეც უნდა ეგ ვიცოდი რომ ეგრე მოხდებოდა უკვე 16 წლის 15-14 წლის ასაკში ვიცოდი რომ ანუ მე ვიცოდი რომ უკვე 18 წლის რო ვიქნებოდი დამოკიდებული იმიტომ რომ 15 წლის ნახელფასი მქონდა მაგ ხრივაც რა მინდოდა დამოუკიდებელ ცხოვრება და მომწოდა ეგ დამოუკიდებლობა რომ აი მინდა რომ დამოუკიდებელი როჟა ვიყო და თუ ფინანსურად მქნება საშუალება ვიცოდი რომ ეგ თუ ფინანსურად მქნება საშუალება მექნება დამოუკიდებელი მეტი თავისუფლება კი რასაც მინდა გავაკეთებ მე ვეღარავინ გაკონტროლებს თუ ოკეი ფინანსური დამოუკიდებლობა ახსენე და კონტროლი როგორ მოდის ეგენი ხა ერთმანეთთან კონტაქტში შენთვის შეიძლება არ ქონდეს თქვა ფინანსები და იყო მაინც დამოუკიდებელი როგორ ხედავ კი ვიყავი ან ეგეთი პერიოდიც იყო რომ აი მაგალითად ну ეხა ფინანსურად 18 წლის ასაკშიც რომ არანაირად ცხოვრობდი ეხა იტალიაში დაფინანსება მოვიპოვე მაგრამ მაინც ცხოვრობდი ძალიან პატარა ბიუჯეტით და თბილისში 16 წლის რო ვიყავი თუნდაც მაგ დროსაც დავდიოდი ავტოსტოპით მე და ჩემი ძმაკაცი 5 ლარი ჰქონდა და წამო ბათუმში წავიდეთ რა წამო ანუ რაღაცებზე ხერხებდი ანუ რაღაცებს ვახერხებდით რომ და სრულიად თავისუფლება ვიყავით რა 5 ლარი გვაქვს და რა სად ვიძინებს არ ვიცი რა წავიდით რა ოკეი ეხლა როცა უყურებ აი ამ გამოცდილებას რომ სად ვიძინებ არ ვიცი ძალიან კარგი ნაწილია ეხლა ეს უსაფრთხოებასთან როგორ ხარ იგივე არა რო ჩავდივარ ქვეყანაში არც მაქვს დაჯავშნილი ხშირ შემთხვევაში ხა უკვე გათვლილი გვაქვს რა ვიდეოს ვიღოთ მაგრამ ისე მაქვს მოვლილი ერთი 20 ქვეყანა რომ ჩავედი ქვეყანაში და აი ეხლა მოვიღებ ტელეფონს რომ სად წავიდე ძალიან მაგარია აუ უსაფრთხოება რახან ვახსენებ რაღაცა ესეთი ნაწილები მან გკითხავ შენ გამოცდილებას მოდი ფსიქოაქტიურ თერაპიებზე ვიტყვე როგორიც არის ეს გველი ბაყაყის შხამი იყო მე რა იყო აირუედა რა არის ეს შენთვის როგორი გამოცდილება რა მიიღე ეს ბაყაყის შხამზე ну ბაყაყის შხამი არ პირადი განცდებით არ მომეწონა არც მაგ დროს და არც მერე იმიტომ რომ რაღაცა დამამიწა უფრო და გაცნობიერება მოვიდა რამე ნიშნულოვანი გაცნობიერება ვერ არა ანუ აი მომდენო ერთი კვირა ვეღარ ვიღებდი ვიდეოს ანუ აღარ მინდა არაფერი რაღაცა დამაგდობს რა ძალიან მძიმე გრაუნდინგი იყო იმიტომ რომ მე ვიდეოსაც რო უყურე მქონდა განცდა რომ რას აკეთებს ეს ბიჭი და მინდოდა რომ აი ცოტა მეჩხუბა გულწრფელად გეტყვი რომ რატო აკეთებს ამ ყველაფერს მაინტერესებს ოკეი და სად არის მანდ ლიმიტი აი ამ ინტერესს და ფიზიკურ უსაფრთხოებას შორის ნახე ადამიანების ჯგუფს თუ აქვს ეს ატესტილი საკმაოდ დიდ და ბევრი საუბრობს ამაზე კარგს ну რა თქმა უნდა სულსაც საუბრობენ მე თუ ვუყურე მოვისმინე ჩემი მეგობრებისგანაც გავიგე რომ დატესტილი აქვს და საერთო ანალიზით შევაჯამე რომ მაინტერესებს და რატომაც არა წავალ და გავაკეთებ ანუ აი ბაყაყის შხამზე ხა ჩემ ორ მეგობარს ქონდა გაკეთებული და რო შევხვდი და აი
მეთქი, ვა, საინტერესოა, ვიდეოც ხარ გადავიღო ბარემ. იმიტომ რომ ესეთი რაღაცები ისედაც დატესტო, მინდოდა და ვიდეოსთვის ხო. ბუნებრივია რო არის. უბრალოდ მან ერთადერთი ალბათ რისკი რაც მოდის არის შეხვედრა იმ ნაწილებთან, რომელიც უფრო ხშირად გარიყულია ხოლმე ხო ჩვენგან. რასაც ვერ ვაცნობიერებთ, რაც ძალიან ღრმა არაცნობიერშია. თუ ძალიან პირადული კითხვა იქნება, არის რამე რაც დაიჭირე მან გაცნობიერე შენ შესახებ. ორივე პროცესზე გკითხავ. აივასკაზეც და შხამსაც. არ ვიცი, ანუ ესე რაღაცა კონკრეტულ რაღაცაზე ვერ ჩავებღავჭები, ანუ ბევრი რაღაცა იცვლებოდა და ანუ არაფერი არ იყო ისეთი, რაც რაღაცები მოდიოდა, მაგრამ არაფერი რაც თქვი რომ აი რაღაც ხელმოსაჭიდი რა. ანუ მაგალითად ის რომ ვიღაცები ხედავენ წინა ცხოვრებას, ვიღაცები მომავალს. მე კი, ეგ მომავალს მე ანუ პოზიტიური იმ მომენტში არ იყო, თუმცა მომავლისთვის ანუ მე თვის იყო რა და ჩემი მომავალი შემხვდა ალბათ ზემე შეხვდი ხო 40 წლის მეც ოკეი და როგორ მოგეწონა ძალიან მომეწონა და ერთადერთი რაც მახსოვს იმიტომ რომ იქ მომდევნო დღეებში რომ მახსოვდა და ვიდეოში რაც ვილაპარაკე თუმცა ბევრი რაღაცა არ იყო იმ ვიდეოში ჩასმული სხვა მიზეზების გამო და ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც მახსოვდა თან ინგლისურად მესაუბრებოდა don't worry we are building the empire სიტყვები იყო იმიტომ რომ ანუ და ვერ კითხავს ხო ეს და ანუ დაიკიდე ყველაფერი რას გზნობ ხა მაგაზე როცა მესაუბრები რომ აი ეს მითხრა ჩემაზე მე რომ we are building an empire რა არის შენთვის სხეულებრივად რა განცდას კიდევს ძალიან ესე ვთქვათ პოზიტიურს და excitement-ს ანუ რაღაცაი ვა ძალიან მაგარია რა ანუ რაღაცა დრაივსაც რო ვიხსენებ აი ვაო ხო ოკეი მივაწვე ჩემსას ანუ გაამყარა რაღაცნაირად თითქოს შენი გზა შეიძლება ესეც ვთქვათ ხო ანახე აი იმ აივასკას მერე 2 კვირა 3 კვირა გავიდა რაც მანამდე ცოტა სხვადასხვა ასპექტში შეიძლება შემეხედა რაღაცებს უფრო კონკურენტულად ეგ რაღაცები მორჩა ანუ ძალიან შემეცვალა და აივასკას მერე მოხდა ეს რაც დაიგეგმა ეხა ეგ მოხდა სადღაც მაგ პერიოდში რა აივასკის მერე იმიტომ რომ ეს ერთ თვე ჰა გიბიძგა შეიძლება ესაც თქვა ცვლილებისკენ დიდი ნაბიჯებისკენ უფრო კი და უფრო სხვანაირად შევხედე ხო რა ანუ არ ვუყურებ არავის რასაკეთებენ მაგ იმაში არ ვემივიდე ეს ეხა რასაც ვაკეთებ არის შეიძლება ვთქვა რომ YouTube-ზე არის პოზიტიური უარყოფითი იმიტომ რომ პოზიტიური არის ის რომ ახალი აუდიტორია შეიძლება შევიძინო ისეთი რომელსაც მართლა აინტერესებს ეს რაღაცა თუმცა ბევრად ნაკლები ანუ თუ არის საშუალო ვიდეოს ნახვა 200,000 და ეხა კიდე შეიძლება 250,000-იც იყოს ამ ვიდეოებზე expectation უფრო ნაკლებია როცა მე შემეძლო უფრო რაღაც სხვანაირი რაღაც გამეკეთებინა რა ხდის ამას ნაკლები ვიუერი რატომ მოდის აი 75 hard-ი არავინ არის ანუ აი არის ის ბევრმა ბევრს აინტერესებს უფრო შეიძლება ქვეყანა ან რაღაცა ვიდრე ანუ რო აიღო საზოგადოება ანუ შენი კონტენტი რაც იყო ის აინტერესებთ ანუ საზოგადოება რო აიღო მასობრივად 100%-დან 50% უფრო აინტერესებს და 50% მეც მოგზაურობა ჯანსაღი ცხოვრება და სხვა რაღაცა აინტერესებს ძალიან ცოტას ძალიან დაბალ პროცენტს თუმცა ეს დაბალი პროცენტი ძალიან მნიშვნელოვანი ანუ ძალიან ისეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია ბევრი რაღაც და სწორედ მაგისთვის არის ზუსტად ჩვენი სესიას პოდკასტიც და მინდა რომ მოუწოდო რომ გამოიწერეთ აუცილებლად რომ მეტი სიახლეები ნახოთ სხვადასხვა ეპიზოდებში უფრო მეტი ფსიქოთერაპიული თემა გვექნება ამიტომ ნამდვილად ამას ვიმსახურებით ჩვენს მინდა რომ კითხვა შენი ეს ფსიქოთერაპიული მოგზაურობა მოდი მე ესე დავარქმევ მედიტაციები ახსენე და ახსენე დღიურის წარმოება ყოველდღიურად რამდენად მარტივია შენთვის ამის გათება ძალიან რთული იმის ფონზე რომ ჩვენ ანუ ამ ყველაფერს რაც სამ ვიდეოს ვიღეთ პარალელურად
ეს არის ძალიან ბევრი სამი ვიდეო რო პარალელურად მიმდინარეობს. რაც არის დაახლოებით აი ეს ორჯერ რო ივარჯიშო 45 წუთი წაიკითხვა წინ რაღაც ჩახვიდე ყინულის აბაზაზე გადაიღო ყოველდღე ყველაფერი. ამას მიაქვს 6 საათი. დღის 6 საათი. და დანარჩენი 6 საათი დათმობილია ვიდეო ედიტინგი, გუნდთან, კლიენტებთან საუბარი, ან ბევრი რაღაცა ჩაშლილად გვაქვს. ხო. რაცაც ვერ ვასწრებთ და მაგიტომ ანუ კიდე ხანახო ვფიქრობთ აი გუნდში ვინ შეიძლება ავიყვანოთ ისეთი ვინც გამოგვადგება რამეში იმიტომ რომ კი გჭირდება და დრო არ აქვს სისტრაფის ამბავში ხო ხო ანუ ძალიან ბევრი ეხა ედიტორი რაღაცა თავარი ედიტორი ის წავიდა ანუ პრობლემა შეიქმნა და ამ დროს მე 6 საათი უეჭველი გასაკეთებელი მაქვს რაღაცა და არ ვცალია თან ამას ყოველდღე დავდო რაღაცა თან ის გავაკეთო თან ის საინტერესოა მაგნაწილში აი ამ ხელა მუშაობა და ამ ხელა გუნდთან ჩართულობასთან ერთად და თან 6 საათი გჭირდება მინიმუმ რაღაცის მოსამზადებლად აი ეს თუნდაც 10 წუთიანი მედიტაცია როგორ ხედავ რამდენად ეფექტურია ხოლმე ახერხებ რომ full კონტაქტში იყო არა ვერ ვახერხებ ეს full კონტაქტში იყო 10 წუთი მაგრამ რაღაც თუნდაც 30 წამი რო იყოს 10 წუთიდან უკვე ძალიან ისეთია რა განსხვავებული რა დაგეხმარებოდა უფრო მეტი კონტაქტისთვის როგორ ფიქრობ მედიტაციის დროს რა შეიძლება იყოს შენ დამხმარე რომ უფრო უკეთეს კონტაქტში იყო საკუთარ თავთან დროის უკმარისობა ყოველთვის მაჩქარებს რა რომ გავიღვიძებ და რომ ვიცი რომ რაღაც 10-დან 12-მდე მაქვს ეს და რაღაცა ცოტა მეტი დრო მიაქვს ცოტა ისე და მე აი რაღაც უცებ ვიმინიტირო რომ შემდეგზე გადავიდე ანუ არა მაქვს როგორც თასკად ხო ან თასკად ამაკ რა ოკეი მაშინ მე რაღაც მინდა გადავაქცე ხა შენ სპეციალურად შენთვის არის შექმნილი აროთერას ბოქსი რომელიც არის მედიტაციის ნაკრები რომელიც დაგეხმარება მედიტაციაში და პლუს როგორი რა ისა ანუ აპლიკაცია თუ რა არის ჩემს მიერ შექმნილი ბოქსია ფსიქოთერაპევტის სივრცე აკეთებს მოყვება ამას კი რა თქმა უნდა ნახე შენთვის არის QR კოდით შეგვიძლია დაასკანერო შენთვის შექმნილი მელოდია რომელიც მედიტაციაზე გეხმარება ხელნაკეთი სანთელი გაქვს რომელიც არომატული სანთელია შენზე გაკეთებული ოღონდ მე რახან სურპრიზად და საჩუქრად მინდოდა აღარ შეგავსებინე შენ ახლა კითხარი და ჩემით გავაკეთე რასაც ვიფიქრე რომ შეიძლება ეგ იყოს თქო არ ვიცი რამდენად საშენო არომატია და შრი-ლანკური და ტაილანდური ნაკრები გაქვს კიდე აუ რა კაი რაღაც და ფიქრობ მედიტაციაში მოგეხმარება ანუ ეს რომ შეგვიძლია ანთო მედიტაციის დროს სანთელი რომელიც galweba ეგ არის ჩაის ნაკრები რომელიც არის აბსოლუტურად ხელნაკეთი ხელით დაკრეფილი ტაილანდიდან შრი-ლანკიდან თურქეთიდან და საქართველოსდან გურიიდან გვაქვს ჩაი მაგაში და ესეთი ნაკრებია დეტოქსის ნაწილშია ძალიან ის გემრიელია უკვე კი გემრიელია ნამდვილად და პლუს ამას შენ შეგეძლია სითხე რაც ჭხირისად გამია ხელნაკეთი და ხელებიც ჩვენს ჭხირებიც მოკლედ ჩვენს მიერ არის შექმნილი სანთლის ღობისას კეთდება სითხე ხდება სითხე რომელიც არის ცვილი და სპეციალური დამატენიანებელია კანის შეგიძლია გამოიყენო სახის დამატენიანებელთაც და ასე შემდეგ რაც სარელაქსაციო აიროდულ ტექნიკებში გექნება გაგონილი და ფიქრობ რომ შენს მოგზაურობას მედიტაციაში უფრო მეტად ო კაი საქართველოსთან ძალიან დამაინტერესა მიმან რა მე მედიტაციები ძალიან მომწონს ხო ძალიან მაგარია მედიტაციის რაც მოგზაურობა დავიწყე ხო მედიტაცია და მოგზაურობა ერთად ცოტა ისეთი რთული ნაწილია მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ სადაც წახვალ ყველგან შეიძლება ქონდეს შენ სამედიტაციო კუთხე და სწორედ მაგისთვის შევქმნით ახლა ეს ბოქსი და მინდოდა რომ თუნდაც ყინულის აბაზანასთან ქონოდა შენი სამედიტაციო ნაკრები ბოლოსკენ კითხავ რა არის შენი მთავარი გამოწვევა ჩელენჯი რომელსაც ეხები ყოველდღიურად მატერიალურად ჩემთავს არ ვახარებ და მატერიალურად დიდად ესე არაფერს არ უყურებ ხოლმე რომ მატერიალურად ეს მინდა რომ გამიხარდეს ანუ მე თუ მაჩუქებს ის გამიხარდება ჩემს საკუთარ თავს უფრო თუ უყიდი ისევ ტექნიკას უყიდი რომელიც ისევ ბიზნესის გამომადგება და ამიტომ როგორ გაახარე ნახე რა მჭირდება არის რაც მჭირდება და როგორ ახარებ შენ თავს აი რითი გაახარე ბოლოს გავახარი არა უფრო უფლება მივეცი გამზიარებ აი ხო მაგალითად ძალიან არ მეცალა ანუ ნეპალია რომელიღაც ქვეყნიდან მოვფრინავდი თბილისში და შუაში გადაჯდომისას ისე მოხდა რომ ვერ ანუ ფრენა გადაგვედო 4 საათით
და ერთი ჩემ მეგობარს წერდი მაგ პერიოდში და რო წერდი მეთქი საქართველოში ხო იყო ფრენა. და მეთქი ბარემ შენთან ჩამოვალ რომ იტალიაში გცალია, ეხლა რაღაც ბილეთი ვნახე. ანუ აი ეგეთი რაღაცა და ანუ ამ დროს ვიცოდი რომ 2 დღე რო წავსულიყავ ქვეყანაში ძალიან ბევრი საქმე მექნებოდა. მაგრამ მეთქი არა უშოს იქიდან ვიმუშაო და დავწავდი. იმიტომ რომ მე ნახვა და აი რაღაცა ზუსტად იმ წამიდან 5 საათში ვიყავი იტალიაში. ეს არის ბოლო გახარება, რითიც გახსენდება რომ შენ თავს გაუკეთე? ხო, ალბათ უფრო ეგეთი რაღაცა. ბოლოს ბედნიერი როდის იყავ? აი ძალიან ბედნიერი. შენ რო იცი მარტო და შენ არაზიარებ. ბედნიერი? აი ბედნიერებას ცოტა ისე უყურებს რა, რავი. როგორ ხედავ? ცოტა სხვანაირად უყურებს. ოკეი, შენ როგორ ხედავ? არ მაქვს ის რომ აი ეხლა ბედნიერი, აი რაღაცა. აი რითი ვარ ბედნიერი, იცი? აი მაგალითად ეხლა ძალიან ბედნიერი ვარ ის აი პირველი კვირა განსაკუთრებით. რომ ჩემ თავს რაღაცა უთხარი და 31-ში რომელიც ან ჩემ ახალი წელია ჩემთვის ისეთი დღე. რომ აი მაგრამ მინდა რავი დალევა გართობა და არ გავაკეთე, ანუ არც ერთი არაფერი არ გავაკეთე, არც დამილები და ეს მაგალითად აი მე 5 იანვარს ამ მიხაროდა რომ რა მაგარი რაღაცას მოვეჭიდე, აი რაღაც ჯანმრთელი ცხოვრება, ჯანსაღი, რაც მინდოდა ყოველთვის და ეხლა მაგას ვაკეთებ და აი მაგრამ ისწორდებოდა რა. ხო, მაგრამ ნახე რას გეკითხებოდი მე, ბედნიერების განცდა იყო ეგ? კი, რა მაგარია, აი დავაი ეხლა აი ანუ გავიმარჯვე რაღაცა. ბედნიერების განცდა აი რაღაც რო აი როგორც პროცესი არა, როგორც აი მომენტი. ესე რავი არა. კაი, მაშინ ისე კითხავ. ძალიან რავი, შვიათად კი არა, ხო ისე მახსენდება. ოკეი, სხეულებრივად რო იგზენი რომ ბედნიერი ხარ. აი კან შიგნით რო იგზენი რომ ბედნიერი ხარ. კან შიგნით შეგზნება შეიძლება ყოფილიყო გულმკერდის არეში მუცელთან. აი ძლიერი ემოცია ბედნიერების. რაღაც გაგახსენდა კონკრეტული, იმიტომ რომ ხედავ რომ რაღაცასთან წახვედი. ეს უნივერსიტეტის პერიოდი იყო, მაგრამ მანამდე ვფიქრობ მაგის მერე რა იყო. ანუ უნივერსიტეტის პერიოდია ბოლო მომენტი ბედნიერების. და პირველ მოგონებად ეგ წამოვიდა. არა, აი, ხო, ეგ იყო, მაგრამ სამსახურიდან არ წამოვიდა. კი. რომელიც ხო, 3 წლის წინ იყო. შენ თავისუფლება რომ მოიპოვე? აი პირველად ვიგზენი მანდ მოკლედ, მთელი ცხოვრება ხო მივდივარ და რაღაც გვაკონტროლებს რაღაც მაგის სკოლა მქონდა, წყალბურთი მქონდა, დედა მყავდა. მე მაგის მერე წავედი უნივერსიტეტში ვიყავი, შეყვარებული მყავდა, წყალბურთი იყო, ანუ ეგ შემდეგი ეტაპი. მე წავედი ამერიკაში, წყალბურთი ისევ სამსახური 1 2 3 და უცებ რომ აი იმას ვქენი რა ქვია, დავწერე რომ მე მივდივარ სამსახურიდან, 3 სამსახურში წყალბურთიდან უკვე უთხარი რომ აბა მივიდივარ თქო და ანუ პირველად ვიგზენი რომ ვიყავი თავისუფალი. ანუ მეთქი აი ეხლა აღარაფერზე არ ვარ დამოკიდებული. და ზუსტად 1 კვირაში მორჩა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ YouTube-ი დავიწყე. ოკეი. რა შეცვლიდი? თუ არის რამესაც შეცვლიდი შენ ცხოვრებაში? არაფერი, ერთადერთი რომ ხომ იტალიურს ვისწავლდი უბრალოდ, სხვა არაფერი. ძალიან მაგარი. ძალიან გიყვარს იტალია, როგორც ვხვდები. იტალიაში ანუ ჩემი საუკეთესო წლები, ესე ვთქვათ, უნივერსიტეტის პერიოდი იქ გავატარე და ამიტომაც ანუ რაღაცა მემორისთან ერთად რო უყურებ, სულ იტალიას ახსენებ ან იტალიურს და თვალები გინაცდება მომენტალურად. ანუ ყველა კარგი და აი მაგას რომ ამერიკაში რო ცხოვრობდი, მაგაზე ვფიქრობდი რომ აი იტალიაში როგორი მაგარი მოგონებებიც ჰქონდა, რომ აი ეს უნივერსიტეტში ვიყავი, არაფერი არ მანაღლებ და მეგობრებთან რავი, სულ აი ესე ბედნიერათა რომ ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა რა, იმის მიხედვით რომ ფინანსურად არ ვიყავი არანაირად გამართული. მეთქი აი რომ ანუ ამერიკაში თუ ვიცხოვრა მე და იქ ვიმუშავე 9-5-მდე, ანუ ეგეთი ცხოვრება როგორ უნდა შევიქნა, ვიღარას ვეღარ შევიქნა. რაღაცა უნდა შემიცვალა და მაგიტო გადავწყვიტე რაღაც სხვაში მეძებნა ეს. ეხა მაგაზე რო საუბრობ, თითქოს არაფერი არ იცვლება, მაგრამ მომენტალურად ჩემთან ცრემლები გაჩნდა. და თითქოს ის იმდენად მტკივნეული მომენტია. აი ეს თავისუფლების დაკარგვაც ახსენე, რაღაც ახალი რუტინასთან მოსვლა, რომ ჩემთან აღიქმება როგორც ძალიან მტკივნეული და ძალიან სევდიანი. კი, ძალიან მტკივნეული იყო ის მომენტი, რომ რო იცი რომ ანუ მაგ დროს ყველაფერი შეყვარებული წავდა მაგ დროს ანუ 3 წელი ყველაფერი ყველას ანუ წარმოგიდგენ მეგობრებთან ერთად რო ცხოვრობ ყოველ დღე რო ნახულობ ესე და უცებ იცი რომ აი ერთ თვეში რჩება უნივერსიტეტი და
ყველა ანუ ვეღარ ნახავ ამ ადამიანს ერთად ესე რა ამდენ ადამიანს ერთი 10-15 კაცი ვიყავით და ძალიან ხა ცალსაკე ვნახულობ ყველას მე ანუ მე ვარ ეგრო სადა ხართ ვინ ახართ ანუ შენ იპონე ადგილი და მოდი სფერო რითიც ყველა შეგიძლია ნახო ნებისმიერ დროს ანუ მეთქი სადაც გინდა მეთქი შევხვდეთ ყველა ერთად რა quit your 9 to 5 და მეთქი ან მაგარია ძალიან მიხარია რომ რაღაცა ბედნიერების მომენტები რაც ახსენე ახლა იმდენად მნიშვნელოვანია რომ იგრძნობა რომ ეს არის რაღაცა დრაივი შენი თითქოს კი ძალიან რაღაც ანუ გარდამტეხი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპებია ყველგან ალბათ 1-3 მქონდა და ეხლა მე-4 იწყება ჩემი ეს 6 თვე იქნება მე-4-ის დასაწყისი ძალიან მაინტერესებს 6 თვის მე რა იქნება შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ გონია რომ ეს ერთი რომ ჩელენჯად, მაგრამ ფსიქოთერაპიული კუთხით რომ შევხედოთ ძალიან დიდი უნარების ნაკრები შეიძლება შეიძინონ კიდე მეტი. მე როგორ გავაგრძელებ აი მაინდა არ ვიცი. ინტერესო იქნება ნამდვილად. იმიტომ რომ შეიძლება ანუ რაღაცა ესე რომ მიდის, მე შეიძლება დაიკიდო ყველაფერი და აფსო გავაგრძელ. ხო, მაგრამ მაგაში ხო არ თავისუფლება, როგორც შენ თქვი. თუ კი რაღაც მზღუდავსო ხო მაგრამ მე ჩემ თავს აი ნახე აი ამ რაღაცას რომ მივაღწიო ჩემ თავს მივცემ იმის საშუალებას რომ okay chill now ანუ okay გაერთ ანუ ყოველ შემთხვევაში 6 თვე უნდა იყოს დასრულებული რომ შენ ხო 6 თვემდე არაფერი არ ხდება 6 თვე არის დარწმუნებული ხარ რაზე 6 თვემდე რომ არაფერი არ ხდება ერთი უფრო დიდი გლობალური რაღაც თუ მოხდება მაგას შეიძლება ყველაფერი შეცვალოს იმიტომ რომ ის გლობალური რაც არის და იქ თუ რაღაცა გაგზავნილი მაგ სადღაც ის თუ მოხდა ის შემიძლია ყველაფერს რა ძალიან გინდა ის რაღაცა კი ისე მინდა რომ ამაზე ვიტყვი უარს ამ ეტაპზე მაგრამ ეს რაც არის ეს მაინც მოხდება ანუ შეიძლება ეხა არ მოხდეს და იმიტომ იმან შეუშალოს ხელი მეორე რაღაცა ვაუ მაგრამ ნუ ის იმდენად ის გლობალური რაღაცაა YouTube-ის სფეროში სუპერ ხო ნახოთ ის თუ მოხდა ამაზე რამე დავხუჭავ თვალს მაგრამ ან დაუბრუნდები ზუსტად მორჩება თუ არა იგრევ ძალიან მაგარი წარმატებები მინდა გისურვო და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და იყავის სესიაზე სტუმარი და მინდა რომ შეგახსენოთ რომ თუ კი რაიმე არის რაც ჩემს და გიგის საუბარში თქვენ შეგეხოთ და ფიქრობთ რომ თქვენ შესახებაც არის ეს მაშინ მინდა გითხრათ რომ თქვენი სესიაც დაწყებულია გამოიწერთ მეგობრებო ამ ადამიანის არხი რადგან მართლა ძალიან საინტერესო ჩავშალეთ ამ ესე ძალიან საინტერესო პოდკასტი იყო სხვა მხრივაც რა და მე ძალიან გავიხსენი და უკვე მეთქი კამერა არა მაგრამ გახსნილი ვიყავი აი ძალიან ესე ვთქვათ ძალიან მიხარია უნებრივად ვიყავი გწოვდი თავს ძალიან მიხარია და მადლობა გიგი ძალიან დიდი მადლობა კიდევ წარმატებებია ასე